მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ივნისის ტარო პროგნოზი. ვნახოთ აბა რა გელოდებათ ივნისის თვეში, უკვე ტრადიციისამებრ და მეგობრებო, რა თქმა უნდა მესმის რომ ძალიან ბევრ თქვენგანს ურჩევნია საჯარო გაშლები, სადაც ჩემი ვიზუალური მხარეც ჩანს, იმიტომ რომ ეს ისეთ ატმოსფეროს ქმნის, თითქოს მე და თქვენ ერთად ვართ და პირისპირ ვსაუბრობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც შემოგთავაზებთ ასეთ საჯარო გაშლებსაც. და მოდით დავიწყოთ და ვნახოთ რა გელოდებათ ივნისის თვეში. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა გელოდებათ ივნისის თვეში. რა ელის პირველ ვარიანტს ივნისის თვეში, რა ელოდება მეორე ვარიანტს ივნისის თვეში და რა ელოდება მესამე ვარიანტს ივნისის თვეში. როგორც ხედავთ, სამ ვარიანტიანი გაშლა გველოდება დღეს. დავამატებთ ქვებს. პირველი ვარიანტი ეს ქვა იყოს, მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა და მესამე ვარიანტი მოდით იყოს ასეთი მწვანე ქვა. დააკვირდით არკანებს, დააკვირდით ქვებს, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, ამოირჩიეთ, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რა ელის პირველ ვარიანტს ივნისის თვეში და პირველივე არკანი ამოვიდა უფროსი არკანი მთვარე. ეს არის ჩვენი სიგნიფიკატორი. პირველ რიგში პირველი ვარიანტი თქვენთვის ივნისის თვე ნამდვილად იქნება ახსავსე შთაბეჭდილებებით, თანაც საკმაოდ საბედისწერო შთაბეჭდილებებით, იმიტომ რომ აქ აშკარად ჩანს ის, რომ თქვენი ემოციები უფრო მეტად გაღრმავდება. შეძლებთ რომ სამყაროს ცოტა სხვა კუთხითაც კი შეხედოთ. თუმცა ასევე არკანი მთვარე არის ჩვენი ინტუიცია, ქვეცნობიერი, სადღაც ფარული ემოციების კი თქვენ წარმოიდგინეთ და ამ არკანიდან გამომდინარე გეტყოდით იმას, რომ მეგობრებო, პირველ რიგში რა თქმა უნდა ინტუიციას ძალიან კარგად უნდა მოусმინოთ ივნისის თვეში პირველი ვარიანტი, განსაკუთრებით რაღაც წინად გრძნობებს, ასევე კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ იმას თუ რა გესიზმრებათ, უკაცრავად დაპაუზება მომიწია და თუ ჩაიწერთ კიდევაც თქვენ სიზმრებს, ხომ მით უმეტეს ყველაფერი ძალიან იდეალური იქნება, იმიტომ რომ აქ თქვენს ქვეცნობიერში რაღაც ფარული, რაც თქვენს ქვეცნობიერში არის მხოლოდ და მხოლოდ ზუსტად ის ამოტივტივდება ივნისის თვეში. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ივნისის თვეში. ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ივნისის თვეში, პენტაკლების 6-იანი და არკანი ხმლების 2-იანი ამოვიდა ჩვენთან. მეგობრებო, ივნისის თვე პირდაპირ გეტყვით, შეგახვედრებთ თქვენს ფარულ შიშებთან, თქვენს ქვეცნობიერთან, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე და შეხედეთ თქვენ აქ ისწავლით თქვენი რესურსების უფრო სწორ განაწილებას. რას ეხება ეს რესურსები? პენტაკლების პაჟი, არკანი მაგი და არკანი ხმლების ტუზი. ნახეთ უბრალოდ, თქვენ შეძლებთ რომ თქვენი რეალობა მაქსიმალურად თქვენს ხელში დაიჭიროთ, მაქსიმალურად მარტივიენით რომ ითქვას და ნახეთ შიშების დაბრკოლება მე ვახსენე წეხან. რას ეხება ეს შიშები იცით? ეს შიშები ძალიან დიდი ალბათობით ეხება
ორ რაღაცას, ვიღაცის შემთხვევაში ორივეს, ვიღაცის შემთხვევაში მხოლოდ ერთს და პირველ რიგში ეს არის შიშები ფინანსებთან დაკავშირებით, რომ მაგალითად დავუშვათ შესაძლოა ვიღაცას ჰქონდეს ისეთი შიშები, რომ იქნებ არ ვიმსახურებ მე იმას, რაც მაქვს, ხო, მატერიალური თვალსაზრისით, ან იქნებ დავკარგო მარტივად, ან იქნებ მარტივად წავიდეს და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე ნაწილთან ამავდროულად ხედავ რაღაც სიმკაცრის, სიუხეშის და უარის შიშებს. ანუ მარტივიანით რომ გითხრათ, შიშებს იმისა, რომ ვიღაც დავუშვათ უარს გეტყვით. ვერ მიგიღებთ, ან არ მიგიღებთ. ეს შეიძლება არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ზოგადად სოციუმის შიში იყოს, მაგრამ ზუსტად ამ შიშის დაბრკოლება მოგიწევთ ივნისის თვეში და კი ბატონო, თავდაპირველად ეს შეიძლება არ იყოს მთლად სასიამოვნო ენერგიებით და სასიამოვნო განწყობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ შეძლებთ რომ დააბრკოლოთ ეს ყოველივე. შეძლებთ რომ დააბრკოლოთ და გარდა ამისა შეძლებთ რომ მაქსიმალურად სწორად დააფასოთ თქვენი ენერგია, თქვენი რესურსები, თქვენი ყურადღება, თქვენი ფინანსებიც კი და რა თქმა უნდა შეძლებთ რომ ისინი ბევრად უფრო კარგად გაანაწილოთ, ვიდრე აქამდე ანაწილებდით. და შეხედეთ არკანი მაგი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ყველაფერი თქვენს ხელში იქნება მაქსიმალურად, კიდევ ერთხელ მინდა ასევე ხაზი გავუსვა ინტუიციას, რომ მაისის თვეში ინტუიციას რასაც ქვია, უნდა მიეყრდნოთ მაისის თვეში, მეთქი ივნისის თვეში უკაცრავად და ხმლების ტუზი. მოგიწევთ, რომ საკმაოდ არასასიამოვნო სიმართლესაც ჩახედოთ თვალებში, არასასიამოვნო რეალობას, ისეთ რეალობას, რომლის მიღებაც შესაძლოა ნამდვილად არ გსურთ საკუთარ თავში, მაგრამ რაც მთავარია, ამ ყველაფერს თქვენ მიიღებთ და დააბრკოლებთ. უბრალოდ ეს მარტივი არ იქნება. და საკუთარ თავთან სადღაც ბრძოლაც კი მოგიწევთ, მეგობრებო. ხვდებით ხომ? ასევე თქვენს ახალ იდეებს მიაქციეთ აუცილებლად ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია ივნისის თვეში მოვიდეს ძალიან საინტერესო იდეები და ძალიან საინტერესო შთაგონებები. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია ამეთვისტო. რა გელოდებათ თქვენ მეორე ვარიანტი? და აქ უკვე სიგნიფიკატორად ამოვიდა ხმლების 7-იანი. ხმლების 7-იანი, მეგობრებო, არის ძირითად შემთხვევაში ენერგეტიკული ქურდობა და ვისგან ან რისგან მოდის ეს ხმლების 7-იანი, ვისგან მოდის ეს ენერგია, კონკრეტული ადამიანისგან თუ იქნებ რაღაც მოვლენისგან მოდის, ნახოთ აბა. კვერთხების პაჟი ამოვიდა აქ და ხმლების 7-იანი. პირველ რიგში კი ბატონო კონკრეტული ადამიანისგანაც მოდის და კონკრეტული საკითხიდანაც მოდის და პირველ რიგში ეს კვერთხების աժი ვინ არის? ეს არის ვიღაც ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით არის ან თქვენზე უმცროსი, ან თქვენზე უფრო გამოუცდელი, ან რაღაც კონკრეტულ სფეროში, ან ზოგადად ცხოვრებისეულად და შეხედეთ, აქ შეიძლება იყოს როგორც მიბაძვა, იმიტომ რომ ბევრ თქვენგანთან აქ აშკარად ჩანს რაღაც ისეთი მომენტი, რომ მაგალითად ვიღაც ვითომ დაქალი, ვითომ მეგობარი მოგბაძავთ, რაღაცნაირად ეცდება, რომ თქვენგან ინფორმაციები აიღოს, მიიღოს, რაღაც წაგართვათ კიდევაც შესაძლოა ხო? თუმცა ძალიან ბევრ თქვენგანთან აქ არანაირი მიბაძვა ნამდვილად არ იქნება, აქ იქნება უფრო რაღაც ისეთი მომენტი, რომ კონკრეტული ადამიანი თქვენში ძლიერ ემოციებს გამოიწვევს. უფრო ემოციებს კი არა, იმპულსს. და გენდომებათ ამ ადამიანისთვის რაღაცნაირად გვერდში დგომა, დახმარება, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანმა სადოს თავის შეცოდება და აქ არ აქვს უკვე მნიშვნელობა ვიღაც მომბაძველი და ქალუშკა იქნება თუ ვინ, ხო? იმიტომ რომ აი რაღაც ასეთ სიუჟეტს ვხედავ, რომ კონკრეტული ადამიანი თქვენში იწვევს ემოციებს და ეს ემოციები არის ან რაღაცნაირად თავის შეცოდება, ან რაღაც მსგავსი, ან შეიძლება, იცით, როგორი რაღაც იყოს პიროვნება, რომლის მიმართაც უფრო სწორად რაღაც გარკვეული გრძნობები გაქვთ.
და ამით ცდილობდეს სარგებლობას. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ხმლების 7-იანი არის გაფრთხილება. გაფრთხილება, რომ არ უნდა მისცეთ ადამიანს ამის უფლება, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი თავის რეალობაზე თავად არის პასუხისმგებელი. კი ბატონო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ უნდა დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე მიდის ახლობელზე, ახლო მეგობარზე, ან თუნდაც ადამიანზე, რომლის მიმართაც ემპათია გვაქვს, ცხადია, ჩვენ გვიჩნდება იმის სურვილი, რომ მას დავეხმაროთ. ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით ეს გადასარევი და მშვენიერია, მაგრამ მეგობრებო, ყველაფერს სჭირდება ზომიერება. და თუ თქვენ ადამიანისგან გრძნობთ უმადურობას, დაუფასებლობას, გრძნობთ, რომ რაღაცნაირად გბაძავთ დაუშვათ, ხო? ან გრძნობთ, რომ თქვენი მხრიდან იხარჯება ძალიან ბევრი ენერგია, ძალიან ბევრი ყურადღება, ემპათია, მაგრამ მისი მხრიდან საერთოდ არ მოდის არანაირი თანაგრძნობა, ან მოდის და ძალიან ყალბი, ძალიან დადგმული და შაბლონური, ამ შემთხვევაში ფიქრობ, თქვენ თავადაც შეძლებთ დასკვნების გაკეთებას. და თუ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ საჭიროა პირდაპირ ამ ადამიანისგან წასვლა, ამ ადამიანის მარტო დატოვება საკუთარ პრობლემებთან, ზოგთან უბრალოდ საჭირო იქნება ის, რომ ეს ენერგეტიკული ქურდობა აირიდოთ თავიდან. მარტივი ენით რომ გითხრათ, კარგად დაფიქრდით, ვის და რა სახის ინფორმაციას უზიარებთ. რა სახის ინფორმაციას უზიარებთ საკუთარ თავზე, საკუთარ საქმიანობებზე, საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე. ზოგადად რაღაც გეგმები ან სურვილები, როდესაც გაქვთ სამომავლოდ, ყოველთვის აჯობებს, რომ მანამ სანამ არ განხორციელდება ეს ყველაფერი, მანამ არავის არ გაუზიაროთ. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება ივნისის თვეში მეორე ვარიანტს. პენტაკლების 3-იანი, არკანი განდეგილი და არკანი კვერთხების 9-იანი. მეგობრებო, კვერთხების 9-იანი არის იცით როგორი ენერგია, როდესაც ჩვენთან ერთის მხრივ გსურთ ცვლილებები, მაგრამ თან მეორეს მხრივ ამ ცვლილებების მიმართ ცოტა არ იყოს და შიში ნამდვილად გვაქვს. და არკანი განდეგილი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ივნისის თვეში თქვენ მოგიწევთ გაანალიზოთ და კარგად დაალაგოთ, ვინ და რას იმსახურებს თქვენი მხრიდან, ვინ იმსახურებს თქვენი მხრიდან შერიგებას, ვინ იმსახურებს თქვენი მხრიდან კომუნიკაციის აღდგენას, ინფორმაციების მიღებას, მაგრამ ამასთან ერთად მეტყველებს იმის შესახებ, რომ მოგიწევთ გაანალიზოთ, რისი გეშინიათ და რატომ გეშინიათ, თუ გეშინიათ, ხო? იმიტომ რომ ცვლილებები, მეგობრებო, ადამიანები დნმ-ის დონეზედაც კი ისეთები ვართ, რომ ცვლილებები გვაშინებს, ადამიანის ფსიქიკისთვის ყოველთვის ადამიანის ფსიქიკა ყოველთვის ამჯობინებს მისთვის ნაცნობ ქაოსს, ვიდრე მისთვის უცხო სიმშვიდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ჩვენი გონება არის ასე მოწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცვლილებები არ არის საჭირო. ცვლილებები ყოველთვის ხდება, გვინდა არ გვინდა. არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამყაროში ერთადერთი რაც არის უცვლელი, ეს არის თავად მუდმივი ცვლილებები. და აქ თქვენ მოგიწევთ თვით ანალიზის გაკეთება ივნისის თვეში. პენტაკლების 3-იანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ შესაძლოა იყოს რაღაც ახალი კონტრაქტები, რაღაც ახალი მოლაპარაკებები. შესაძლოა კონკრეტულ ადამიანთან შერიგებაც იყოს აქ, ან კომპრომისზე წასვლა, თუმცა კომპრომისი, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს უნდა აწყობდეს, ეს გვახსოვდეს, მაგრამ ასევე ამ არკანზე იცით როგორ სიუჟეტს ვხედავ. აქ ვხედავ 3 სრულიად სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებს. და აქ თითქოს მოდის იცით როგორი ენერგია. ყველანი განსხვავებულები ვართ, ყველანი ინდივიდუალურნი ვართ და რა თქმა უნდა ყველა ძალიან
თავისებურად აღიქვამს სამყაროს, თქვენ წარმოიდგინეთ და ერთნაირ გამოცდილებაზედაც კი ორ ადამიანს სრულიად სხვანაირი შეგრძნებები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ თქვენ სამყარო დაგანახებთ ივნისის თვეში თუ რამდენად განსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან და მიუხედავად ამისა თქვენ წარმოიდგინეთ და რამდენად ვგავართ, იმიტომ რომ რამდენად განსხვავებულებიც ვართ, იმდენად ვგავართ კიდევაც ერთმანეთს. და იცით, ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის და არ უნდა შევცვალოთ სხვა ადამიანები. არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ სხვა ადამიანს ვერ შევცვლით, ეს ერთი და მეორე, მეგობრებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ადამიანი უბრალოდ არ შეიცვლება ძალით, თუ მას თავად არ სურს ცვლილება საკუთარ თავში. და ის აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ ივნისის თვესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დიდი ალბათობით რაღაც ასეთი პროვოკაციები ან სურვილები იქნება. კარგით, მადლობა მეორე ვარიანტი ყურადღებისთვის და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი ვნახოთ აბა რა გელოდებათ თქვენ ივნისის თვეში და ამოვიდა არკანი მზე. არკანი მზე ძალიან პოზიტიური არკანი არის. მით უმეტეს, როდესაც ასე სიგნიფიკატორად ამოდის, ძალიან სასიამოვნო არის. თანაც შეხედეთ, პირველი ვარიანტი ჩვენ გვყავდა სიგნიფიკატორად არკანი მთვარე, ხოლო მესამე ვარიანტში არკანი მზე. მზე არის ჩვენი ცნობიერი, მზე არის მატერიალური სამყარო, მზე არის სიხარული, მზე არის შინაგანი ბავშვი, მზე არის ჩვენი ეგო, მზე არის მატერიალური ასპექტები და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ივნისის თვე თქვენთვის იქნება ძალიან სასიამოვნო და ძალიან სასიხარულო შთაბეჭდილებების და სასიხარულო ენერგიების მომტანი. სხვათა შორის ძალიან დიდი შანსია თქვენს ბავშვობას შეხვდეთ, მაგალითად ან ბავშვობის მეგობრებს შეხვდეთ, ან რაღაც ისეთ ადგილებში წახვიდეთ, სადაც ბავშვობაში იყავით ხშირად. და გარდა ამისა, არკანი მზე მეტყველებს იმის შესახებ, მეგობრებო, რომ მაისის მერტკი ივნისის თვე მატერიალური ასპექტებით, ანუ ფინანსების კუთხით იქნება ძალიან სასიამოვნო. ასევე ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა აქ იყოს რაღაც ნანატრი ორსულობა, ან ახალი ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელის მესამე ვარიანტს ივნისის თვეში. ვნახოთ აბა რა ელის მესამე ვარიანტს ივნისის თვეში. არკანი პენტაკლების რვიანი, არკანი იმპერატორი ქალი, არკანი პენტაკლების პაჟი. პირველ რიგში შეხედეთ უბრალოდ, ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გელოდება, თანაც იმპერატორი ქალიც იმის შესახებ მეტყველებს, რომ თუ თქვენ მაგალითად გსურთ, ან გსურდათ დაორსულება, ან რაღაც მსგავსი ფიგურირებს თქვენს რეალობაში, მაგალითად თუ თქვენ მამაკაცი ხართ და გსურთ მეუღლე დაორსულდეს, ან შესაძლოა ვინმე ოჯახის წევრზე ან ნათესავზე ღელავდეთ ამ კუთხით, ძალიან დიდი შანსია ნამდვილად ასეთი მოვლენები იყოს თქვენს რეალობაში, ანუ გაიგოთ ვიღაც ახლობლის ორსულობის შესახებ, ან თავად დაორსულდეთ. და ასევე აქ ნახეთ არკანი პენტაკლების რვიანიც ამოვიდა. ამ არკანებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, მეგობრებო, რომ თვე ნამდვილად ნაყოფიერი იქნება და ძალიან საინტერესო, ძალიან შემეცნებითი. და შეხედეთ, პენტაკლების რვიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ ტკბებით თქვენი სამუშაო პროცესით, სამუშაო ატმოსფეროთი. ამიტომაც თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ გაქვთ სამსახური, ძალიან დიდი ალბათობით თქვენს რეალობაში იქნება ამ კუთხით ცვლილებები აუცილებლად და დაიწყებთ რაღაც ახალ სამსახურს,
ან თუ თქვენ გაქვთ რაღაც თქვენი ბიზნესი, ან უკვე მუშაობთ, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ იქნება დადებითი ცვლილებები, როგორიც შეიძლება იყოს ან სამსახურის ცვლილება, ან დაწინაურება, ან უბრალოდ სამუშაო გარემოში რაღაც პოზიტიურის და სასიამოვნოს პოვნა და პენტაკლების პაჟი. აქ აუცილებლად იქნება როგორც ტკბობა პროცესით, სამუშაო პროცესით, ანუ ასევე იქნება ტკბობა იმ რესურსებით, რომლებსაც მიიღებთ. და ამის შესახებ პენტაკლების მეთქი რატომ მომდის ეს სიტყვა? ამის შესახებ არკანი იმპერატორი ქალიც მეტყველებს, რომ თქვენ ტკბებით თქვენი რესურსებითაც. რადგანაც ყოველი თქვენი ქმედება ინისის თვეში იქნება ძალიან ნაყოფიერი და ძალიან სასიამოვნო ენერგიების მომტანი. კიდევ ერთი არკანი მინდა დავამატო, რომ შევაჯამოთ, რა ელოდება მესამე ვარიანტს ივნისის თვეში. არკანი ხმლების ხუთიანი, არკანი პენტაკლების მეფე. მეგობრებო, ფინანსური კარიერული ზრდა ჩანს აქ აშკარად ბევრი თქვენგანის რეალობაში, როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონების. ზოგ თქვენგანთან შესაძლოა რეზონირდეს როგორც თქვენი მამაკაცის, მაგალითად, თქვენი პარტნიორის ან თქვენი ოჯახის წევრი მამაკაცის ზრდა ფინანსური, ხო? და ხმლების ხუთიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ რაღაც ისეთი სიტუაციიდან შეძლებთ გამოსვლას, რაც თქვენ აქამდე უსამართლო მიგაჩნდათ. ანუ რაღაც ისეთი ენერგიები, რაც თქვენ მიგაჩნდათ უსამართლო, რაც თქვენ გეგონათ გადაუჭრელი, ზუსტად ისეთი პრობლემები მოგვარდება. უღრმესი მადლობა მეგობრებო, რომ უყურეთ ამ საჯარო გაშლას. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ და ნაყოფიერ დროს. წარმატებები და ნახვამდის.